გამარჯობათ, მოგესალმებით. ის ნახევარფინალი იმ გუნდთან, ვისთანაც გავჩერდით. ნახოთ რა იქნება, პირველი მატჩი მოვიგეთ 43-0 თუ 4-0. ხო, რაც არ უნდა იყოს, ეხა ეს მატჩიც მოსაგებია, მაგრამ ნახევარფინალი რატოა ისევ მაგას ვერ ხვდები. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ცოტა შემადგენლობა შევცვალე იქ ტრანსფერზე რაფინია მომიგდო. მაგრამ რო გადავხედე შემადგენლობას ვერცეც ვერ უშვებ, რა სონი შემიძლია გაუშვო და რაფინიათი ჩავანაცვლო, მაგრამ სონის სტატები რაფინიასთან შედარებით უკეთესია რა. ყოველ შემთხვევაში სონს შეუძლია თავის პოზიციაზე, იქ მარცხენა გარემარბად თამაში და ასევე შეუძლია ცენტრ ფორვარდად რა. აქედან გამომდინარე ვარჩივნე ისეთი ფეხბურთელი დამეტოვებინა, ვისაც ორი ფლანგის თამაში შეუძლია და არ უჭირს. ამიტომ აღარ ვიყიდე რა რაფინიათან 2000 რაღაცა ღირდა ეხა და რო არ მყოლოდა ეხა სონი და რო არ მცოდნოდა ვანდაიკება, ნახოთ თუ საღოლ გაიტანა. რო არ მცოდნოდა ეხა იქ რო მცოდნოდა რა სონი რო არ მყოლოდა დიდი ალბათობით, ეხა კვარას და ლეაოს რაფინია და ვინისიუს ვერ ჯობს. კვარას ჯობნის, მაგრამ ვინისიუს ვერა რა. და ლეაოს ჯობნის პოზიციური შეთამაშებით. გუნდთან შემადგენლობაში და რო გადავხედი სტატისტიკას, დაახლოებით 5%-ით ჯობდა ლეაოს. მაგრამ სონი ბევრ რამეში ჯობდა რაფინიას რა. ამიტომაც დავტოვე და პლუს ამას ორმაგი თამაში შეეძლო. ეხლა რაც შეეხება ნახევარფინალს, რა მინდა რომ ეს მატჩი მოურჩი მალე, რაც შეიძლება და რა კაი პასი ჰალანდის და საკას მშვენიერი გოლი. ეხლა აქ არ მოვილოდი მეთქი მეკარე ხელებში აიღებს და აასწრებს მეთქი, მაგრამ არა ჰალანდმა მიუსწრო წკიბზე და საკამაც მშვენიერი გოლი შეაგდო. თითქოს და უნდა აეცილებინა, მაგრამ არა. ქოუკი მოდის აქ, მაგრამ ისეთი ვერაფერი დეიონგმა გააჩერა. დეიონგი, დებრუინი და ვალვერდეს ტრიო ნახევარდაცვაში, ყველამ ვიცით ესეც ჩვენი ვალვერდე და ვერ გავასწორი ჯიოსტიგი, რომ კარში დაერტყა ზუსტად. აქტიურობა ეხა გავკარგეთ YouTube-ზე, მაგრამ ეგ არაფერი აღმოვფხვრით როგორმე. და რაღაცა იქნება რა, ჰალანდის მარცხენა და მარჯვენა იყო უბრალოდ, მაგრამ მაინც. ხო, დიდი ხანი რო აღარ თამაშობ Dream League-ს. უკვე გადამოვიწყდა თითქმის ფეხბურთელებზე ვინა რა პოზიცია მაქვს მითითებული, ვინ რომელი ფეხით თამაშობს. ვალვერდე მიმარჯვენია, მაგრამ სემირო მაჯობა. ეხა ვიძებ ვინმე ისეთ მეკარეს ახალგაზრდა ტალანტს, რომ ასე ვთქვათ მესამე მეკარედ იყოს რა. კი დონარუმა და მამარდაშვილი მყავს, მაგრამ დონარუმას შემსვლელიც მინდა რა. რო გავაძლიერებ კარგად რო გააკეთოს თავის საქმე. ისეთ გუნდებთან მაგალითად როგორც ეს არის რა. აქ ეხა მამარდას თამაში თავისუფლად შემეძლო, მაგრამ გადავწყვიტე რომ დონარუმასთვის მიმეცა ეს მატჩი რაღაც ნახევარფინალია და წინა მატჩი ამ გუნდთან ნახევარფინალი თავად ითამაშა. აქ კარგი პასის გაკეთება შეიძლებოდა და ვინისიუსის დაარტყმა, მაგრამ კეპა მოიგერა. კეპა არა ცუდი მეკარე, შეიძლება მასიც დაკვირვება, მაგრამ ამ დღევანდელი მატჩით ისეც ვერაფერს ვერ მიკეთებს, რომ მე ინტერესი გამიჩნდეს მისი შეძენის რა. კი ბევრი რამ მოუგდია ისე სხვათა შორის კეპა. ეს ის კეპა არ არის, რომელიც თამაშობს იქ, სადაც რეალური თქონი ჩელსის კეპა იყო, ეგ არ ვიცი რა, მოკლედ. არა, ეგ კეპა არ არის. პლუს ამას სულ მალე დაიწყება უკვე ამ აკაუნტზე ბევრი ახალი
ინფორმაციების გაშღერება აქვის აი ემბაპეზე აი პასი კარგი ემბაპე შვენიერი გოლის გაიტანა აქ როდრი შემოვა ეხა დე იონგის ნაცვლად ცხრილში არ ვარ ისეთ შემადგენლობაში რომ ჩემ გუნდს რომელიმე უტულდებოდეს თუ რაღაცა დივიზიონში ასე თქვა და დივიზიონი არა უფრო ის აი ის რა ეხლა რა ინტერი და აი ეგეთ რაღაცაში თუ არა მოხდი რა არც ვიცი მაგას დიდი ალბათობით რაც ქვია მაგრამ საკა და თავისი მარცხენა მაგრამ კეპამ გააქვავა ხელებში მინდა რომ თამაში იყოს ძალიან რთული მაგრამ არა ბრატ თვითონ დრიბლი გაამაძლევს მაგის საშუალებას და ჰარი კეინი დამარგვირგვინებელი ტრიბელათი გაიტანა გოლი რაც მას ჩვევია და აქვე ის მბაპე რა თქმა უნდა მაღალი პასი და ლეონელ მესის სინისტერა მაჯობა ისე რაც ცუდია ბრატ მაგრამ მესი პატარაა ბრატ და სინისტერა მესიზე მაღალი ეხა და შეიძლება ითქვას რომ მაგანაც დაიჭებონა მაგრამ მოდი მესის მარცხენა ვწყვიტოთ შენგენაცვალე მესის სასწაული მარცხენა გნუ ყველა ვიცით თუ მართლა ამოგიგდეთ ტრანსფერში მესის უეჭველი იყიდეთ ნახევარმცველის პოზიციაზე ძალიან წაგადგებათ რა ესეთ მომენტებში 4 კაც შუა როცა არის და გაუშვებთ დარტყმას შვენიერი ფეხბურთელი და შეუძლია ბევრი რაღაცის გაკეთება ეს ნახევარფინალი მოვიგე მაგრამ win match აი ხა ვიხდებით ვალიადოლიდს ხო ტრანსფერებში რომეო ლუკაკუ ფიჭო ლუკაკუ არა მაგრამ იოსიმენზე უარს არა ვიტყვი დავაბრუნებდი გუნჩი საერთოდ რატო გაუშვი ოსიმენი მეც არ ვიცი მაგრამ გაუშვი კაი დიუმფრისის გაუშვი შემადგენლობიდან არ ყავს ეხა აქ რა შეიძლება ეხა ვითამაშებით ვისო ვალიადოლიდი არის მეათე ადგილას და არის ეს მე-14 მატჩი მოდი მამარდაშვილი დავაყინოთ აქ კვარცხელიეთ შემოვიყვანოთ ალექსანდრ არნოლდი ვათამაშოთ ლეონელ მესი ვათამაშოთ მოდი აქ დებრუინის ნაცვლად შეგვიძლია მარკინოსიც შემოვიყვანოთ და დავასვენოთ ჩვენი რუდიგერი ასევე ბალდესაც შეგვიძლია ჩვეულებრივად ვათამაშოთ და შეგვიძლია აუპამენგავანაც ვათამაშოთ ასევე მოდი მივცეთ შანსი ბარელას და კიდევ მივცეთ ვის როდრის შანსი რა ამ შეხვედრაში მინდა რომ ისინი ვათამაშო ჰალანდი და ეგეთები არ ვიცი ნუ ვინდა ვაყინო იქსონი დგას მოდი რონალდოს შემოვიყვან ჰალანდის ნაცვლად და ვის შეიძლება კიდე რომ მიეცეს შანსი მოდი არავინ არ მინდა იყოს ეს შემადგენლობა დავიწყოთ ვალიადოლითან ეგეთი თამაში ნახოთ რა შემადგენლობა ყავს ნუ ესეთი გადასარევი არაფერი ძალიან მარტივი მოგება ამ შემადგენლობითაც კი ონლაინ მატჩი სადაც შეიძლება მალე დაბრუნდება ჯერ ეს დივიზიონი მინდა რომ მოვიგო და ონლაინ მატჩებსაც შემოგთავაზებთ ძალიან ხშირად არა მაგრამ შემოგთავაზებთ ასე თუ ისე ყვარა აგერ არა მან არაფერი ისეთი ნუ მესის პასი აღარ გამოვიდა ისეთი როგორიც მქონდა ჩაფიქრებული აქ აგერაძლევს ვიცოდი რომ მანდ მიცემ და ხვიჩო ყვარაცხელიას შეულა შორიდან გასრულა და გაისრულა კიდევაც მაგრამ ხელებში აფიქსირებს ჰეინი ვესტ ვუდი მინდა იგმეგარე ისევ მოვიყვანო გუნჩი მაგრამ არ ვიცი რა და როგორ აფსაიდი დაფიქსირდა შვენიერი ერთ-ერთზე თამაში ვისაც გინდათ ლაივში გავალ დიდი ალბათობით კვირა დღეს დიდი ალბათობით არა კვირა დღეს ვიქნები ლაივში და ერთ-ერთზე თამაში ვისაც გაგისწორდებათ კვირა დღეს
აუცილებლად გეთამაშებით და ნუ კვარასოლო რეიდი მინდა ეხა უეჭველი. კაიც რომ მოძრაობა დარტყმა, მარა არა გამოუვიდა ანუარი და სახელზე მორო. და ხვიჩა კვარაც ხელია, ნუ ისე აქ მივცე და აქ კვარაზე პასი გაკეთე. არა. ისე კვარა და მშვენიერი გოლი კვარასგან. ნუ ვიცი რომ ამ ბიჭს შეუძლია ეგეთები ლამაზი გოლები. და მისი პოზიცია საყვარელი და არ ტყავს და იტანს. საკაც იგივე ფეხბურთელია როგორც კვარა. ანუ ვიზახი რომ საკას მარცხენათი შეუულია კარგი გოლების გატანა, კვარაცხელიას მარჯვენათი. ნუ არც ერთი ფეხბურთელი არ ჩამოვარდება ერთმანეთს იმით რომ სუსტი ფეხის მოუქნელობით. არც ერთი სხვათა შორის კრისტიანო რონალდომაც გაიტანა მშვენიერი. აქითა მესი იტანს, იქითა რონალდო პლუს კვარაცხელი. ნახოთ აბა საკარას იზავს ახლა პატკა. ოპაც. კარგი იყო. არა მეძურად რა თორე იქ მარცხენა ხარეს ვაპირებდი ფლანგს გადატანაზე კვარასთვის და იქ რონალდო ჩებოდა ერთ-ერთზე მეკარისთან, მაგრამ არ გამომივიდა. აქ მარკინიოს შეუულია რომ ეს აღარ გაიგიდა. თუნდაც გაიგიდა რატომაც არა. ლეონელ მესი დაცვაში საულ საკა კაი პასი რონალდოზე, რონალდომაც კაი ფინტი, კვარაცხელიას კაი გადაკიდა, მაგრამ პერეზმა აჯობა კვარაცხელიას. ნუ იქ ხა დიდი შანსი იყო იმისა, რომ ჯარიმაც ყოფილიყო კვარაზე, არა, კვარა დაჯარიმებულიყო. საკა კაი დარტყმა იყო, მაგრამ არ იყო მთლად კარისკენ ორიენტირებული. ეს ნუ შორეულ კუთხეში კი გაუშვა მეკარისგან, მაგრამ ვერა ისე როგორც შეუვია და როდრის რა კაი დარტყმა, მაგრამ ძელმა იხსნა აქ ვალია დოლიდი თუ რავი რა გუნდია. ეს ვინა აქ საკას შეუულია რაღაცების მომფიქრება. ისევ საკას მარცხენა. კვარა კაი არა. აქ უნდა დამეჭირა, მაგრამ არ ვიცოდი ხა მან თუ მაგას მიიღებდა ეგ საერთოდ. კაი პასი საკა. არა ბიჭო, ესეთი დარტყმები რავი როდის მე გადის კარში მე არ ვიცი, მაგრამ იქნება და გავარდის. ხო ყველაფერს მზად ვერ ვიქნები ახლა. კაი, კვარას დროა ახლა რომ შემდეგი გოლი. რა კაი დააბზრიალა, მაგრამ ვერა და მოდი მბაპესაც გავატან, ნუ კვარამ ერთი გოლი შეაგდო თავისი მაინც. თქვა თავისი სიტყვა დღევანდელ მატჩში. აქ მბაპე კიდევ მბაპე და ისევ მბაპე შეაგდებს ალბათ და კი ბატონო რვანომრიანმა მბაპემ გაიტანა თავის ერთი გოლი. ნახოთ აბა მეორე გოლს თუ მოასწრებს თავის ორ წამში მბაპე წავიდა. კი ბატონო ორი გოლიც მოასწრო. ალბათ ჰეტრიკსაც მოასწრებს ეს ბიჭი. ავი ნახოთ. ჰეტრიკი არა ის კიდე მაწონი. კვარა რონალდო და მბაპე. კატალონიელი გოლის მორჩავს ჯო. ლივერპულთან გვაქვს თამაში. მოდი ლივერპულს შემდეგი ვიდეოს შემოგინახავთ. ვატკინსი კამავინგა არც ერთი არ გვესაჭიროება ჩვენ. ანუ გვესაჭიროება ცველი მარცხენა ან ბელინგემი. ორიდან ერთი.
მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. და ლაიქეთ და კომენტარეთ. და რავი, მადლობა ყველას мотиваციისთვის. და გემშვიდობებით.